თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო მოხელეზე თავდასხმაში ბრალდებული მასწავლებლისა და სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის წინა სასამართლოს ხდომა გაიმართა. პროცესის განმავლობაში ნინო დათაშვილი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საბრალდებო სკამზე არ დამჯდარა. პროცესის დაწყებისთანავე დათაშვილის ადვოკატებმა მოსამართლის თბილისის საქალაქო სასამართლოსა და პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატ თამარ გაბოიძის თქმით, დაუშვებელია საქმეში პროკურორ მედია ცირამუას მონაწილეობა, რადგან მან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანა მოითხოვა. მისივე განმარტებით, შუამდგომლობა საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან საქმეში დაზარალებული და მოწმეები თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები არიან. ნინო დათაშვილის ბრალდების მხარე სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება. შუამდგომლობას დაეთანხმა თავად დათაშვილიც. აქტივისტის თქმით, ყოველ ჯერზე სასამართლოში იმ ადამიანების ხილვა, ვინც მასზე იძალა და ძნელია სატანია. ამ განცხადების შემდეგ მოსამართლე ლელა კალეჩენკომ იკითხა, ესწრებოდა თუ არა პროცესის მანდატური, რომელმაც დათაშვილზე იძალა და კითხვას დათაშვილმა დადებითად უპასუხა და თქვა, რომ ასეთი მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი იყო. თავად დავით მატიაშვილს დარბაზის დატოვება არ უნდოდა და ამტკიცებდა, რომ მას მასწავლებელზე არ უძალადია. თუმცა დარბაზის პროტესტისა და მოსამართლის მოთხოვნის შემდეგ პროცესის დატოვება მაინც მოუწია. ნინო დათაშვილმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებაც ისაუბრა. მოსამართლის ეს განჩინება, როდესაც მომიტანეს, არ ვიცი, ეს არის ჩემთვის სამარცხვინო ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის რეპრესია ჩემს მიმართ, ადვოკატების მიმართ, რადგან ადვოკატებზე აწარმოეს პროპაგანდა, რომ შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზაო. დღეს ასე მითხრეს პენიტენციურ დაწესებულებაში. პროკურატურას ეკითხა, ჩემთვის იქნებ მინდოდა მე ექსპერტიზა. ციხეში კვირაში ორჯერ ბანაობდა, იქ ყოველდღია ბანაობაო და იქნებ მინდოდა ბანაობა. მინიმუმ არაკომპეტენტურობა და გუგლა შეიძლება რა არის ემოციური ლაბილობა. ჟურნალი ექიმები და ნეიროქირურგები ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ სვამენ. რა თქმა უნდა, არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ იცით თქვენ რა ქენით? საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს, გააძლიერეთ სტიგმა. ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე და ფსიქოთერაპიაზე. ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ეს და ეუბნებიან, რომ ადგილი არ გვაქვს. ძალიან ბევრი მოსწავლე გადამიმისამართებია ფსიქიატრთან, რადგან მას სჭირდებოდა ეს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ფსიქიატრიასთან. ისედაც ჩვენთან არის სტერეოტიპები ფსიქიატრიის მიმართ და არ მინდოდა ამის ხელშემწყობი ვიყო. 2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განჩინება გამოსცა. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით პროკურატურამ უსაფუძვლოდ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა. თავად ნინო დათაშვილს კი პროცესში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. ორგანიზაციის ინფორმაციით პროკურატურის შუამდგომლობა სამედიცინო ჩანაწერებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ნინო დათაშვილს აქვს ხერხემლის პრობლემები, რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება. მათივე შეფასებით პროკურატურამ უკანონოდ მოითხოვა ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რათა მისი პატიმრობა გაახანგრძლიონ. დღესვე პროცესზე გაირკვა, რომ ნინო დათაშვილს მოტყუებით ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარეს. გუშინ ჩუმად შეაპარეს ნინოსთან სამხარაულის ექსპერტები. ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე და ერთის მხრივ განჩინებაში ეწერა, რომ ნინოს უნდა ჩასტარებოდა სტაციონარული ექსპერტიზა და მეორეს მხრივ ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. შეიყვანეს შეცდომაში სამხარაულის ბიუროც. თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული. მოტყუებით ჩაუტარეს მათ ნინოს გასაუბრება. რატომ ჩაუტარეთ ამბულატორული ექსპერტიზა? თუ თვლით, რომ სტაციონარული იყო საჭირო? თუ თქვენ თვლით, რომ აუცილებელი იყო ნინოს სტაციონარში მოთავსება, რატომ შეაპარეთ ექსპერტები? უპასუხეთ საზოგადოებას. ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა. შეარბენინეს ექსპერტი დავით მაღრაძე გუშინ და მალულად ჩაატარეს გასაუბრება. სწორედ ამიტომ დაუშვებელია, რომ პროკურორი მედია ცირამუა დღეს ნინო დათაშვილის ხდომაზე იჯდეს. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლის თბილისის საქალაქო სასამართლოსა და პროკურორის მედია ცირამუას აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა. ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნის მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნის დააკავეს. მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელიც 9 ივნის სასამართლოში მომხდარს ასახავს, ჩასტურ როგორ მიდის აქტივისტთან რამდენიმე მანდატური. ჯერ ერთი ცდილობს დაატოვებინოს მას ტერიტორია, შემდეგ კი მეორე. დათაშვილი მათ აფრთხილებს, რომ არ მიეკარონ. ამის შემდეგ მანდატურებმა აქტივისტს სასამართლო შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.